რადგან ეს სტუდია, სადაც შეიძლება ბავშვები მონაწილეობა მიიღონ ფილმებში, ან კლიპებში და ასე შემდეგ სხვადასხვა რაღაც აქტივობებში, ესეც საჯარო აქტივობებში, ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ბავშვებს ვასწავლო ელემენტარულად მარტივი ეს ელემენტები, სამსახიობო ხელოვნების პატარ-პატარა ელემენტები, რაც მოეხმარებათ მათ საკუთარი თავის ფლობაში, რომ გაიცნონ საკუთარი თავი, თავის სხეულის ფლობაში, თავისი აზრების, ემოციების ფლობაში. ამისთვის არის უამრავი სავარჯიშო, ესეთი ყურადღებაზე, წარმოსახვაზე. მე ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გუნდური მუშაობა, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და საზოგადოებას ზოგადად ჭირდება ეს, რომ ადამიანები იყვნენ მზად იმისთვის, რომ გუნდურად ერთად რაღაცა საქმე აკეთონ. ვცდილობ, რომ ეს გააცნობიერონ უფრო და გაცნობიერებულად აკეთონ ის, რომ აი გავუშვათ ვიღაცასთან ერთად როცა რაღაცას აკეთებ, ან იმაზე წინ არ გაიქცე, არც უკან არ ჩამორჩე და ერთად აკეთონ, ერთმანეთს მიეხმარონ. ვცდილობ, რომ სწავლის მიმართ, ზოგადად სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულება გაუჩნდეს ბავშვს, რომ იმან იცოდეს, რომ მე რო სკოლაში დავდივარ თუნდაც და რაღაცა ისეთ საგანს ვსწავლობ, რომელიც ამ წუთას თითქოს არ მინდა და ვფიქრობ, რა რაში უნდა გამომადგეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი შენ გჭირდება და დაგამდიდრებს და აი ამისთვის თამაშიც მიწოდებული ეს ყველაფერი უფრო სასარგებლოა და უფრო კარგად ითვისებს ამას ბავშვი და იღებს და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი თავისუფლება გქონდეს, გაკვეთილი იყოს უფრო თავისუფალი, ურთიერთობები უფრო იყოს ნამდვილი ადამიანური. მე ვცდილობ, რომ მაგათი ტოლი ვიყო აქ გაკვეთილებზე და არ მინდა, რომ ვიყო რაღაცი მასწავლებელი. ხო და რა ვიცი, ხა ეს რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ბავშვებმა ეს ურთიერთობის ეს ფორმა და ეს წესი ჩემგან შემოთავაზებული, მე მგონი კარგად მიიღეს. ვუყურებ დავუშვათ პირველ გაკვეთილზე როგორი იყო ბავშვი და დღეს უკვე როგორია, როდესაც თითქმის მთელი წელი გავიდა, სასწავლო წელი სრულდება თითქმის, ხო? აი აშკარად ჩანს ცვლილება, ჩანს ზრდა, ჩანს რომ ბავშვი როგორი დაძაბული და ცოტა ესეთი იყო, შემოჭრილი იყო და ეხლა უცებ რაღაც გაიხსნა.